ნახეთ ცრუპენტელა მელია. მე ყველაზე ძალიან მომეწონა ბაჭია, იმიტომ რომ მოხერხებული იყო და მხიარული. მე დღეს მომეწონა დათვი, იმიტომ რომ მათემატიკა არ იცოდა. მე ვასწავლე მიმატება და გამოკლება. მე ყველაზე მეტად მომეწონა ბაჭია, იმიტომ რომ ყველაზე მხიარული იყო. ვერ ვიცი და ვიმხიარულე. ვფიქრობ, პატარებს არასოდეს დაავიწყდებათ, იმიტომ რომ ნახეს ძალიან საინტერესო სპექტაკლი და ვფიქრობ, აქ მიღებული ემოცია და მიღებული შთაბეჭდილება ძალიან დიდხანს გაყვებათ მათ. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა და მოიფიქრა და გაუკეთა საჩუქარი ჩვენს პატარებს და ვისურვო, რომ მსგავსი ღონისძიებები და მსგავსი სახის სასიამოვნო აქტივობები ხშირად ყოფილიყო ჩვენ ქალაქში და პატარებსაც, რა თქმა უნდა, მიეღოთ ეს სიამოვნება და ეს შთაბეჭდილებები და სულიერად გამდიდრებულიყვნენ პატარები. არის რიგითი სპექტაკლი, სახელად სრუპენტელა მელა დაახლოებით 1 წლის წინ დაიდგა, მაგრამ დღეს სურვილის და მიხედვით, მსახიობების სურვილის და მიხედვით დღეს დაიდგა ისევ და რიგითი სპექტაკლი იყო. ამ სპექტაკლებს ვჩუქნით ჩვენს პატარებს. და დღეს იყო პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები. და მადლობა პედაგოგს, მშობლებს, პატარებს და განსაკუთრებით ჩვენ პატარა მეგობრებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კმაყოფილებით გადიან ამ პატარა დარბაზიდან. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მათი თვალები ამას მეუბნება ყოველთვის, როცა ისინი დარბაზიდან გადიან და მადლობა ამისთვის. პიესა და ზოგადად ყველა პიესა არის ბავშვის ემოციაზე გათვლილი და ეს პიესა არის მე მეგონა თავი მათემატიკის გაკვეთილზე, ასე რომ თუ ვქვათ, ხა, იმიტომ რომ იქ ციფრები ანგარიშობენ, მიმატება არის, გამოკლება არის. გვეხმარება, რა თქმა უნდა. ეს ემოცია ყოველთვის თითოეულ ჩვენთაგანს მსახიობს, ზღაპრის გმირს, რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენ თამაშობთ, ყველას ეხმარება და მადლობა ისევ ამისთვის. ეს მოყვება თოჯინურ სპექტაკლს, როცა თოჯინების თეატრში სპექტაკლი იდგმება, ემოცია სხვანაირი აქვს და ყველაზე დიდი კრიტიკოსები ბავშვები არიან სპექტაკლის მიმართ. საბავშვო სპექტაკლებით გავიზარდეთ ჩვენც, ვინც აქ ვართ. თოჯინების თეატრის მსახიობებიც და ასევე სახელმწიფო თეატრის მსახიობებიც. აქედან მოდივარ. ამიტომ აქედან იწყება ჩვენი ნაბიჯებიც. ესენი თუ მსახიობები არ იქნებიან, გაიზრდებიან ძალიან კარგი მაყურებლები და ეს ძალიან კარგი იქნება რაიონისთვისაც და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვისაც.